შესაბამისად, მე ვამბობ სრული პასუხისგებლობით, რომ დეკანოზი მამა გიორგი მამალაძეს მიმართ იმიტომაც დაიხურა, თუნდაც თომა რამოდენიმე წუთი როცა ღიათ იყო, მან როგორ მოასწრო თქმა, ეთქვა საზოგადოებისათვის თუ როგორ მოიტაცეს ის. აი ეს უნდა მეკითხა ზუსტად. ანუ ესეთი რა მინდოდა მეკითხა, ჩვენ აქამდე ვიცოდით რომ ის დააკავეს აეროპორტში. დღეს დეკანოზმა თქვა რომ მისი დაკავება მოხდა არა აეროპორტში, არამედ მანქანაში, ხო? აეროპორტში კი არა, ანუ როგორც მოგვაწოდა პირველადი ვერსია გამოძიებამ. ამაზე რას გვეტყვით და დაგემშვიდობებით თინახი და შევთან გადავა. როგორ მოხდა შემდეგითო. როცა მან აეროპორტის ადმინისტრაციული შენობა დატოვა და თვითმფრინავის ტრაპთან უნდა მისულიყო ზოგი მიდის ფეხით, ზოგი მიდის მანქანით. მამა გიორგი მამალაძეს უცხად რომ ფეხით არ წახვიდეთ აეროპორტის ტრაპამდე, კი არა, თვითმფრინავის ტრაპამდე, მიგაბძანებთ მანქანით, ჩასვეს მანქანაში, აუკრეს პირი, გაუკონეს ხელები, მოიტაცეს იმ მანქანით, მას არანაირი უფლება არ გაუმატეს. არც პირადი ჭხრეკა და არც არანაირი ოქნი არ შედგენილა, მიიყვანეს პროკურატურაში და პროკურატურაში უწეს რომ შენ ამზადებდი პატრიარქის კვლობას. გასაგებია. აი ეს იყო რეალობა, ეს იყო მოტაცება, ეს იყო შანტაჟი. გასაგებია, მოკლედ ჩვენ უკვე ორ შაბათს გავიგებთ დაესწრება თუ არა დეკანოზის